სანიტარული ჭრის დამთავრების შემდგომ აუცილებლად მოხდება აღნიშნული შარგვაც, გაშენებას, მოფერებას და მოვლას იმ ყველაფრისა რაც კი დაიხურა. ესა ხელისუფლების წარმომადგენელი. 10,000 გვიწევს რომ ჩვენ ვცხოვრობ სამურად. რო ტყე ანადგურდება, რო გადაარჩენენ. თქვენი გადარჩენილი ცოტა კორექტულად. ქუთაისში მუხნარის ტყეში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებსა და პარტია თავისუფალი საქართველოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გოგიტულაიამ ადგილზე რამდენიმე მუხის ნერგი დარგო და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. ტყე ნადგურდება განაცხადა მან, მთავრობა კი უმრავლესობის შენარჩუნებაზე ზრუნვითა და პესელიას ვიდეოების განხილვითაა დაკავებული. სანამ პოლიტიკური ცხოვრება ასეთი გვაქვს და ხელისუფლება ასეთ პოლიტიკურ ცხოვრებას ვთავაზებთ, რომ თელიერი ვიმჩერები ვარ ტელევიზორს იშლება უმრავლესობა თუ არ იშლება. არა და ამ დროს შეფთვის პარლამენტი კაიხნის გარდაცვლილია და მყარი გადაასვენენ ქუთაისიდან თბილისში. სანამ ვარკვევთ იმას ეკაბესელიას ქონდა სექსი თუ არ ქონდა და კაია სექსი თუ არაა კაი, ამასობაში ქვეყანა დაგვენგრა თავზე. ამასობაში ქუთაისი მით უმეტეს დაგვენგრა თავზე და ამასობაში საღორის ტყე ნადგურდება და ის ტყე სადაც დავით აღმაშენებელი ტახზე ნადირობდა, ახლა ჩიტი არ არსებობს გონია და ტახზე და ამაზე ხო საუბარისად მეტია საერთოდ. ბრალდებების საპასუხოდ მოგვიანებით ადგილზე იმერეთის სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ. იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსის კახა გაზდელიანის განმარტებით ტყუილია, რომ სატყეო სააგენტო უმოქმედოდაა. მისი თქმით, შემოდგომაზე მათ ტყის შესაბამისი სამუშაოებისათვის გამზადებულ ტერიტორიაზე უკვე შეიტანეს ნერგები და აქაც სანიტარული ჭრის დასრულების შემდეგ დაიწყება ახალი ნერგებით ტყის განაშენიანება. ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ტყე ნადგურდება თუ არა? ეს ხეები უნდა მოიჭრას, მოსახლეობაზე გაცემულ იქნას, გამოვა ეს ხე, ამის შემდგომ მოხდება მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, შედგება პროექტი, ანუ ტყის აღდგენა განახლების. მათ შორის ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი პირობები შეიქმნება, პლუს ამას ჩარგვა მოხდება და ასე შემდეგ და შემდეგ ის ჯიშები, რომლებიც აქ არის. ეს მიერ დარგული იქნა 9,500-დან სადღაც 10,000 ნერგამდე იფნისა და იმერული მუხის და მომავალი წლისთვისაც როგორც აი ამ ტერიტორიაზე ახლა რასაც ჩვენ ხედავთ აი აქედან აი ორივე მხარეზე ამ ტერიტორიაზე როგორც კი სანიტარული ჭრები დამთავრდება ჩავამთავრებთ ამას ამის შემდეგ უკვე პროექტის მიხედვით მოხდება მათი გაშენება და ნერგების ჩარგვა. რატო ნება ეგი რატო? არა მარა რატო ნება ახლა მე უნები რაღაც ეს ხო მოსახლეობა უნდა გაიტანოს. მე ხო არა მე მოსახლეობა ვინ გააგებია? ვინ გააგებინა? რო გასატანი ეხე? აბსოლუტურად ყველა მიცის. ვისაც ბანკში ახლა გაგიყვანთ ბაღლებში, გაგიყვანთ სოფლებში. მოსახლე მიცის? რა უნდა გამიყვანოს? გამგებლები რა ჯეპეკებს ვიგებენ აბა? ყველა მოსახლეობა აქიდან არ უნდა, უბრალოდ არ უნდა. მე რაც ვიზანი მქონდა ის მივაქციე. კიდევ ერთ პრობლემად ადგილზე სანიტარული ჭრის შედეგად ტყეში მიტოვებული საშეშე მასალა დასახელდა. გაზდელიანმა განმარტა, რომ ისინი ხის ამ მასალას ვერ შეეხებიან, რადგან იგი მოსახლეობისთვისაა გამიზნული და ბანკში შესაბამისი ამონაწერის შემდეგ თავად უნდა გაიტანონ. 2019 წლის ბოლოდან ანუ 2020 წლის დასაწყისისთვის ძალაში შედის სოციალური ჭრა უქმდება, ანუ შეშას დავამზადებთ ჩვენ თვითონ სატყეო და ამ პერიოდისთვის თუ არ იქნება ეს მოჭრილი, იმის შემდგომ ჩვენს მიერ იქნება გამოტანილი და დასაწყობები. მაგრამ ეხლა ხოლპება არა ალპება ეს მოტეხილები უბრალოდ აქიდან ჩანს ესე თორე ესე უცბად ხეთქი არ თუმეტეს ეს არის სულძალიან საშიში. ასე თუ ისე დათქმული 2021 წელიც მალე მოვა და ასე რომ თქვენ ისევ როგორც ჩვენ ერთად ვნახავთ ხელისუფლების მიერ დაპირებული შედეგს. თამარ ქავთარაძე, ტელეკომპანია მეგა TV-სათვის.